როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც შეკრება მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის რეგულაციები გამკაცრდა. აღნიშნულის გათვალისწინებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 2 დღის განმავლობაში შეკრება მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 14 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის. აქედან გამომდინარე თავს ვიკავებ აღნიშნული პირის ინიციალების გაჟღერებისაგან. მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, სიმცირის მიუხედავად ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე დემონსტრანტების ნაწილს შენიღებული აქვს სახე, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. საზოგადოების ინფორმირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა ოფიციალური განცხადება. ამასთან აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ადგილზე არაერთხელ განუმარტეს, რომ არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, თუმცა მოქალაქეები პოლიციას არ დაემორჩილიდნენ და გააგრძელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მხრიდან ბოლო 3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი. აქედან სამართალდამცველია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა. აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებთ სამართალდამცველ პირებს. თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, მოახდენენ ყველა სამართალდამცველი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებენ კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს.